თქვენი საფრთხით კიდევ ერთ ტრენდს დავამატებ იმ ტრენდებს შორის, რომელიც აქვს ივანიშვილს, ეს არის უდიპლომოობა. 2019 წელს იყო გარკვეული სკანდალი შალვა-ბადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით, თუ გახსოვთ, რომელზეც საფუძვლიანი ვარაუდი იყო, რომ ის იყო ყალბი და ამას უამრავი კითხვები მიანიშნებს, რომელიც მის დიპლომის ვადებთან დაკავშირებით, დასახელებასთან უნივერსიტეტის და შემდეგ არსებობდა. თუმცა ახლა უდიპლომობა ჩვეულებრივი ტრენდია ქართული ოცნების, აგერ ყაბალაშვილი ყავს უდიპლომოდ ივანიშვილის ლოჟაში ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტაციას. ამისად აქ უდიპლომობა ერთი თემაა, თუმცა სანქციები მეორე თემაა და მათ შორის გარკვეულწილად ლოიალობა. ის იყო ივანიშვილის ადვოკატი, თქვენ გახსოვთ და სწორედ შემდგომ გაიკეთა ის კარიერა, რაც გაიკეთა, ამიტომ ლოიალობა და მათ შორის შეუპოვრობა დასავლეთის წინააღმდეგ. ერთის მხრივ მე გაგახსენებთ ვეტინგთან დაკავშირებით მის პოზიციებს, თავდასხმებს დასავლეთზე და ოპოზიციაზე, როდესაც ჩვენ ვეტინგთან საკითხზე საუბრობდით, კეთილსინდისიერების შემოწმებაზე იყო საუბარი, რომ დაბაზუსტოთ და მეორეს მხრივ მისი კომიკური რაღაცა მუქარა, რომ ის უჩივლებდა დასავლეთს და ბალტიის ქვეყნებს სანქციებად და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, ეს შესაძლებელია იყოს გარკვეული მომავალი საკადრო გადაადგილებების წინასწარი ჩაფენა, ასე რომ ვთქვათ, და შესაძლებელია რაღაცა პაიკების გადაადგილება ივანიშვილმა გააკეთოს, მაგრამ ფაქტია ერთი. ის რომ ივანიშვილს სჭირდება ახლა ყველაზე ლოიალური ადამიანები, დასანქცირებული ადამიანები ერთად, მის ირგვლივ, რომელიც ასევე სანქცირებულია და მეორე მას სჭირდება რეპრესიული მანქანა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც არა საქართველოს, არამედ ივანიშვილის სახელით უპირისპირდება ხალხს ამ რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი სუბიექტია და ის ემსახურება ივანიშვილს და არა საქართველოს. შესაბამისად, მათ შორის ის კანონმდებლობა, რომელიც არალეგიტიმურმა პარლამენტმა თავისი არალეგიტიმური პრეზიდენტით უკვე ძალაში შეიყვანა, რომელიც წინასწარ ადამიანების დაკავებას აცხადებს, ესე აანონსებს, რომ წინასწარ დაგვიჭერენ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ კიდევ უფრო ძლიერი ფაზა იქნება რეპრესიების ახალი წლიდან და ამისთვის მას სჭირდება ლოიალური ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი, ასე ვთქვათ, კორუფციული გარიგებებით მიღებული შემოსავალი და ბოლომდე მიყვებიან სამარეში, პოლიტიკურ სამარეში ივანიშვილს. პროფესორის და ეს ახლა ამ წუთად გავიგებთ ეს ინფორმაცია, მაგრამ ცხადია ორი კრიტერიუმი, რაც აქვს ივანიშვილს, ასე რომ ვთქვათ, თავის სამსახურში ხალხის დაწინაურების, ეს არის ერთის მხრივ გაუნათლებლობა, დიპლომს გულისხმობ და მეორე არის ანტიდასავლური განწყობები და დასანქცირებული პირები, რომელიც სანქცირებულ ივანიშვილს გარკვეულწილად ზურგს გაუმაგრებენ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ რეპრესიული მეთოდებით, მაგრამ ეს ვიცით, რომ დიდი ხნის სიმღერა არ იქნება, ეს იქნება კიდევ ერთხელ მარცხისთვის განწირული სულისკვეთება მათი და ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქართულ ხალხზე, რომელიც თვეზე მეტია ქუჩაში იცავს საქართველოს ნამდვილ სუვერენიტეტს, საქართველოს ნამდვილ მშვიდობას და ევროპულ მომავალს და ამიტომ ეს ასე რომ ვთქვათ დანიშვნაც ახალი წლიდან ახალი ტალღა რეპრესიების და ანონსების კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენს იმ ბრძოლის ასე რომ ვთქვათ განაცხადს, რომელიც ივანიშვილმა მათ შორის რეპრესიული ეგრეთწოდებული კანონებით დაგვიანოსა. კი ბატონო, აი ამასთან დაკავშირებით მინდა რომ დაგისვათ სწორედ შემდეგი შეკითხვა, რომ აი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში უკვე ხელმოწერილი და ატვირთულიც იყო აი ცვლილებები კანონში სხვადასხვა მიმართულებით. ხომ აი ეს ნიშნავს თუ არა, ქალბატონ თეონა, თქვენთვის იმას, რომ უნდა ველოდოთ უფრო მეტ რეპრესიებს თავად სისტემის მხრიდან, რეპრესიებს, რომლის ადრესატებით შეიძლება აღმოჩნდნენ პოლიტიკოსები, კვლავ რიგითი მოქალაქეები და ასე შემდეგ. ანუ ხო არის თუ არა ამის საფრთხე და აი ასეთ დროს რაზე არის რეალურად დამოკიდებული ის, როდის შეექმნება უკვე ხელისუფლებას აი ისეთი ტიპის კრიზისი, როდესაც გარდაუვალი იქნება მათი მხრიდან ნაბიჯის გადმოდგმა, თუნდაც დიალოგი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. შეიძლება ესე პირდაპირ არ დანიშნონ, მაგრამ თქვენ რომ აი დავილაპარაკოთ. აი სად შეიძლება გადაწყდეს ეს ამბავი? ვის ამტანობაზე და გამძლეობაზე, ანუ დასუსტებული და დაზიანებული ხელისუფლების თუ იმ პროტესტის, რომელიც გრძელდება? პირველ რიგში
ჩვენ ვხედავთ უწყვეტ პროტესტს უკვე თვეზე მეტია და თუ ვინმე სამტანობაზეა საუბარი, აქ ქართული ხალხის სამტანობა არის მედეგი და წინააღმდეგობა, რომელიც ავტორიტარული რეჟიმის მისამართით ამდენი ხნის მანძილზე გრძელდება. ამიტომ ამტანები უნდა ვიყოთ ჩვენ ხალხი, არა მხოლოდ პოლიტიკოსები, რომელიც არის სახალხო პროტესტი და სახალხო პროცესი და როდესაც საუბრობთ ორი განზომილება ხო, ერთი არის ივანიშვილი, რომელიც თავის ახმებში არის და ის ფიქრობს, რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც გადატეხავს ხალხის წინააღმდეგობას და ამაზეა დამოკიდებული მისი გამარჯვება და მეორე მხრივ ეს არის ის რაც უპირისპირებს ქართულ ხალხს, რომლის სიძულვილს ვერ მალავს და გამოიხატება ეს წამებაში და არ ადამიანურ მოყვარებაში, ისევე როგორც მთელ პროცესში და დაცინვაში, მათ შორის რომელიც ქართულმა ხალხმა მისგან მიიღო. პირველი რეპრესიული კანონები, აი ეს რაც გუშინ ძალაში შევიდა, მეორე მათ შორის ადამიანები, სანქცირებულები, მის ირგვლივ, რომელიც ყველაფერზე წამსვლელები არიან მიუხედავად იმისა, რომ არ არიან დარწმუნებულები, რომ ივანიშვილის უძრეველობის მითი, რომელიც აქამდე იყო, რეალურია და ეს თქო და სანქციებმა კიდევ უფრო გააშიშლა და მათ შორის სისტემაში მომუშავე ადამიანები. ჩვენ ვნახეთ შაიშმაღაშვილის ნაბიჯი სისტემიდან წამოსვლასთან დაკავშირებით, ისევე როგორც თქვენ ახსე მისი სკანდალური ინტერვიუ და კიდევ უფრო გაშიშლდა ეს სისტემა ამ ინტერვიუს ნახვის შემდგომ, ისევე როგორც კიდევ უფრო გაშიშლდა ის კავშირები, რომელიც კრემლთან ივანიშვილს გააჩნია, იმიტომ რომ ივანიშვილი დასანქცირებული არის რუსეთის ინტერესების გატარების გამო. რუსეთის აგენტია ის რა, ეს პირდაპირ დაწერა და დენ ფრიდმა თავის თვიტში და პირდაპირ ეწერა ეს სანქციებს. შესაბამისად, რუსეთის აგენტების ასე რომ ვთქვათ, შეკრება და გაძლიერება ივანიშვილის მხრიდან არის თავი ამოცანა, ისევე როგორც კრემლის ზურგი, რომელიც დღეს ჩვენ ლავროვის განცხადებით ძალიან კარგად ვნახეთ და სუვერენიტეტზე როდესაც საუბრობს ლავროვი საქართველოსთან მიმართებაში, რომლის სუვერენიტეტის მორღვევა სწორედ კრემლის პოლიტიკის დამსახურება ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, ისევე როგორც ადამიანების ყოლობების გატაცების. ეხლა უკვე ახალ ფაზაში შევდივართ ჩვენ სუვერენიტეტის დაცვის ბრძოლაში და სუვერენიტეტი არ არის მხოლოდ ტერიტორია, სუვერენიტეტის პრინციპი, მათ შორის სუვერენულ არჩევანზე ვრცელდება, რომელიც არის ჩვენი ხალხის არჩევანი საშინაო პოლიტიკასთან მიმართებაში, ვიყოს დემოკრატიულები და არა ავტორიტარული ქვეყანა და სუვერენული არჩევანია, მათ შორის ჩვენი საგარეო ვექტორი, ხო, ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრები და არა რუსული ავტორიტარული სივრცის მცირე უკანა ეზო. და შესაბამისად აი ეს კრემლის გზავნილები ლავროვის იქნება ეგზატულილის თუ სხვების და მათ შორის საკმაოდ დაგვიანებული სხვათა შორის მე უფრო ადრე ველოდებოდი ამ განცხადებებს. კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ამ შემთხვევაში ზურგი ივანიშვილს აქვს მხოლოდ კრემლის ისიც ამ განცხადებებით, მიუხედავად იმისა, რომ კრემლი განსაკუთრებულად დასუსტებულია ამ ვითარებაში და მათ შორის ის დაპირისპირება და ის განცხადება, რომელიც პრეზიდენტ ალიევისგან მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავთან დაკავშირებით, ეს ამ ყველაფერს ძალიან კარგად აჩვენებს. ამიტომ კრემლის ინტერესია საქართველოს თავის სივრცეში დაბრუნება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ესე გამოკვეთილად, რომ უკვე ეს პროცესი ძალიან აქტიურ ფაზაშია შესული და საქართველოსთან ერთად მთლიანი რეგიონის და ამ წინააღმდეგობაში, რა თქმა უნდა, ხალხის მოქმედება არის გადამწყვეტი, ისე როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების და ის, რომ სანქციები უკვე არის ახალ წლამდე, რაც არ იყო მოსელოდნელი და ის, რომ აი პირველი ფაზა მართლა გავიარეთ, იმით, რომ ხალხის გამარჯვება სანქციების კუთხით, ისევე როგორც წინააღმდეგობის კუთხით, საჯარო მოხელეების, ბიზნესის რაოდენობის, რომელიც ითხოვს ხელახალ არჩევნებს, ეს არის ჩვენი გამარჯვება აი ამ ახალ წლამდე და ბევრად რთული იქნება წინააღმდეგობა, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტი რეპრესიები წამოვა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობით ჩვენ ამ წინააღმდეგობას გამარჯვებით დავასრულებთ და ხელახალ არჩევნებზე მოუწევს არა მხოლოდ საუბარი, არამედ მოქმედება. და ეს არ იქნება მარტივი, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო და ეს სამშობლო უნდა დავიცვათ როგორც კრემლის ჩარევებისგან, ასევე კრემლის აგენტი ივანიშვილის. დიდი მადლობა. მადლობა თეონა. თეონა აქუბარდიას უსმენდით პირდაპირ ეთერში და ახლა უკვე